Შემოდელ ვიდეოში ჩვენ დავაგემოვნებთ ბორჯომის ენერგეტიკულ სასმელებს და ჩვენთან ერთად იქნება თოპ. გამარჯობა ხალხური თანდებით. სანამ უშუალოდ დაგემოვნებაზე გადავალთ, შეგახსენებთ რომ ვიდეო უნდა დაალაიქოთ, არხი გამოიწეროთ და საერთოდ გააქტიუროთ, რათა მალე ავიდეთ 5000 გამოწერს და ბევრად მაგარ კონტენტს შემოგთავაზოთ. ჩვენი პირველი არომატი იქნება ბორჯომის ორიგინალი და ეხლა გვინდა ჭიქები რა. ჩვენი ჩვეულებრივი ენერგეტიკული ვაიმე რა კაი სუნია აქ. ეგრევე რა. აუ არა. აუ ძალიან სუდი. ბიჭო სუნი ბევრად კაი აქვს რა. სუნისგან ამას არ მოვეღოთი. ხო, სუნი ისეთი აქვს რომ ძალიან ტკბილი უნდა იყოს და რაღაცა და მჟავე უფრო. მჟავე არა, ძალიან მჟავეა. და სხვადასხვა გაზი არ აქვს. გაზი ხო არა? არა, ვაფშე. და გაზი კუჭი არ მიშალხო. ბიჭო, მართლა ძალიან ცუდი. კაროჩი გაზი არა აქვს. არა და ბორჯომისა და რა გაზი უნდა ქონდეს ეს ყველაზე მეტად ამას. ბიჭო, იცი რატომ მეგონი მჟავე? ენერგეტიკული, ანუ ამას ურევი ბორჯომის ჩვეულებრივი ის გაზიანი რა ბორჯომი რაც არის. და რა ეთქობა რომ ბორჯომი ურევია ვაფშე რა გაზია. მეც მაგიტო გაზიანი უნდა იყოს. ურევია და თან ენერგეტიკული გემო და ბორჯომის გემო ვერ უხდება შეგართ ხო ერთმანეთს. აი ეს ასკი ამაში. ბიჭო არა, სუნი ისეთი ქონდა რომ ბევრად კაის მოველოდი რა, მაგრამ ძალიან მჟავე აღმოჩნდა და რა აი ამას იმენ არ ვიყიდი, სულ როგორ ვიყიდი. მას შეიძლება რა არიან ენერგი, ვან ენერგი ჩვეულებრივი ეგენი. ბევრად. ხო და კაროჩი ძალიან მჟავე არის, გაზი ვაფშე არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ წესი თამაში ბორჯომის მინერალური წყალი ურევია და რა მე ამას ვაფშე არ წამდა უზარ სამს. როს. არც მაგას არ ემსახურებს დიდი. ჩვენი შემდეგი არომატი იქნება ჩერის არომატი და იმედი მაქვს ეს არომატი მაინც იქნება იმასთან შედარებით კარგი, იმიტომ რომ წინას ძალიან საშინელი გემოხდა მართლა რა მჟავე იყო და იმედია ალუბლის არომატი მაინც უშვებს, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. წითელი. შანსი არ არის. რა წითელია? შამპანიური რო არის წითელი ხო იცი? აი მე ეგეთი ვიდეო აქვს რა. ხო და ალუბლის სუნი ძალიან აქვს რა და იმედია ეს ალუბლის სუნი მაინც გადაარჩენს სიმჟავისგან, იმიტომ რომ ის ორიგინალი გემო თვითონ ყველაფრის გარეშე ძალიან საშინელი იყო. ეჯობი. რა ჯობია, მაგრამ ჯობნიც ანუ ნახე ალუბლის გემო აქ ბოლოში რაღაც გემო მოხსოვს. ბოლოში მოხდა ალუბლის გემო. თავიდან სუდი გემო მოაქვს, მაგრამ რავია ისეთი არ არის მაინც და მაინც რომ 450-ს გადახდა. ხო აი, არ უნდა გადაიხადო ამაში 450. პროსტა თუ გასინჯოთ ორი მეორე დამას ვიცი ყიდის და დაიღოს რა ვიცი. ხო და ანუ 450-ისთვის ძალიან ზურია რა, 450 ელემენტარული მოდის Red Bull და წახვალ და Red Bull-ს და რავი ამის. აი, შეფასებასაც შეეხება რახან ორიგინალს ჯობ და მოდი 5 დაუწერ. მე 5 უნდა მეწერე. აი ეს უკვე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ციტრუსის მიქსი მოდის და აქ სავარაუდოდ არეული იქნება ბევრი გემო. პორტოხლის სუნი აქვს ძალიან ნახე. მოდოს არა, მანდარინის სუნი აქვს. აუ ხო, ქერქების ბაზარი არა. იმენა მანდარინის სუნი. ძმება გაიყავთ. კაი, მიქსმა მაინც უშუროს, მაგრამ ან მიქსმა მაინც უშუროს, ბევრი არომატი იქნება. შავი არ არის. ხო, მაგრამ მაგარი. ახლა დავიგოს კი ხუთე. ამას აქ ერთადერთი პლუსი. წინა ორთან შედარებით მჟავე არ არის. ხო, ცოტა აქვს მაინც სიმჟავე მოახარა. მანდარინის ისა ბორჯომის სპონსორებს მარტო მინერალური წყალი მოაქვს. კაროჩი, ციტრუსების გემო აქვს ვიჩი რა, ანუ რამდენიმე ციტრუსის გემო იგრძნობა რა. კარგი ის არის რომ მჟავე იმდენად არ არის, მიუხედავად იმისა რომ ციტრუსების მიქსი არის და გაზი არც ამას არ ქონდა. ხო, წესით ყველაზე მჟავე ეგუნა იყოს, მაგრამ როგორც წინა ორს გაზი არც ამას არ ქონდა რა. მაგრამ ამას შემიძლია და 6 ქულა დაუწერო დანარჩენთან შედარებით 10-დან, იმიტომ რომ ბევრად სასიამოვნო დასალებია იმასთან შედარებით. 6? მე 7 დავუწერე. ჩვენი შემდეგი არომატი არის ფეიხოა და ვაშლი. ამაზე არ ვიცი რა მოლოდინი უნდა მქონდეს, როგორ გემო შეიძლება ქონდეს, იმიტომ რომ მაინც და მაინც არ მოწოს ფეიხოს წვენები და სასმელები, იმიტომ რომ თვითონ ხილს არ მომწოს რა, მაგრამ იმედი მაქვს ეს არ იქნება ეგეთი ცუდი, იმიტომ რომ წინები გვეყო რა, როგორი ცუდიც იყო, მაგრამ სანამ უშუალოდ ამას დავაგემოვნებთ, მაგამდე მოდი რამდენიმე კითხოს ვპასუხოთ და დავაი გამოვშთაო პირველი კითხვა. მოკლედ იუთუბერობა იდეაში დაიწყე, იმიტომ რომ დაახლოებით 2015-2016 წელს ქართული იუთუბი არც ისე განვითარებული არ იყო
და ბევრი ქართული იუთუბერიც არ იყო. როდესაც შევედი ერთ დღესაც რა YouTube-ზე, მაშინ ისეთი თემა იყო, რომ GTA 5 მაინც და მაინც ასე თუ ისე ახალი გამოსული იყო და ოსების თამაში იყო რა. აი ძალიან მაგრამ მივიდა რომ ეგ თამაში მქონდა. ასე რომ რაღაც ვიდეოებს უყურებდი ხოლმე უცხოურად რა GTA 5-ზე. და ერთ დღესაც როდესაც შევედი YouTube-ზე, დავინახე ირაკლი გეიმერის ვიდეოში მხვდა რა. და ჯერ ვაფშე არ მეჯერა რომ ქართულად ვნახე რაღაც ვიდეო რა YouTube-ზე, იმიტომ რომ მაშინ რადგან ბევრი იუთუბერი არ იყო, ვინც ქართულად იღებდა ვიდეოებს. შესაბამისად, ბევრ ვიდეოსაც არ აგდებდა ხოლმე რა YouTube-ის homepage-ზე და პირველად გამომივარდა მაშინ ქართული ვიდეო რა და თან ჩემი ოსნების თამაშზე და მაქედან მოყოლებული დავიწყე ირაკლი გეიმერის ყურება და მე მივხვდი რომ იუთუბერობა კაი კონტენტი იყო და სულ მინდოდა მეც ჩემი არხი მქონდა. ასე რომ ჩემი პირველი არხი დაახლოებით შევქმნი 2017 წელს და მაგის მე ვდებდი იმ არხზე ვიდეოებს, მაგრამ კონტენტს აპირებ ან თუ აფშებ საერთოდ მომავლის კონტენტს რაც შეეხება რა თქმა უნდა ვაპირებ ახალ კონტენტს, სულ ამის გაგრძელებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ მაინც და მაინც ისეთი კონტენტი არ არის რომლის გადაღებასაც ბოლომდე ვაპირებ ან რომლის გადაღებას შეიძლება თელ ცხოვრება გააგრძელო რა თქმა უნდა. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კონტენტი რომლის გადაღებაც მინდა არის 20 საათიანი ჩელენჯები, იმიტომ რომ ძალიან მომწონს და ძალიან მისდავს ესეთი სტილის კონტენტი. თოკოსთან ერთად გადამიღოს სიტყვაზე მიტოვებულ სახლში და რაღაც ესეთ ადგილებზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება და ქართველებიც ახლა ასე თუ ისე ბევრი იღებენ და სახალისო არის რა მაგის ყურებაც, გადაღების პროცესიც და ცოტა ექსტრემალურიც არის რა. დიამონებით გადავიღებდი ისეთ კონტენტს, სადაც კოლაბორაციების გაკეთება შეიძლება სხვადასხვა იუთუბერებთან ერთად, მაგალითად რადიოს ყუთში და ესეთი რაღაცეები. მოკლედ გეგმები ძალიან ბევრია, რასაც მე და თონიკე აუცილებლად ერთად განვახორციელებთ და ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი არხის გარდა თონიკესაც აქვს არხი, ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამოიწეროთ და ძალიან დიდი შემართებით და კარგი გეგმებით აპირებს ახლო მომავალში დაბრუნებას და როგორ გამოგჩეთ თვალიადევნით თოკოს არხს. ამ წელს 2026 წელს რა მიზნები გაქვს აი შეგიძლიათ რამდენ გამომწეს დააბრუნოთ 2026 წელს რაც შეეხება ეს წელი ჩემთვის ძალიან კარგად დაიწყო, ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა უკეთესობისკენ და ძალიან განვითარდი ასე ვთქვათ. უფრო მეტი პოტენციალიც მომიცა YouTube-ზე წარმატების მისაღწევად. 2026 წელს განსაკუთრებით ზაფხულში ძალიან კაი რაღაცები იგეგმება და აღარ ვაპირებ YouTube-ზე იმდენი ხნით გაქრობას, როგორც აქამდე ვქრებოდი რაღაც 6 თვე, 2 თვე და 3 თვე შუალედებში რო იდებოდა ვიდეოები. შესაბამისად ეს წელი ძალიან კარგი იქნება და აქტიურობიდან გამომდინარე ამ წელსაც კაი შედეგით დავასრულებთ წესით და რეგით და ეხლა პირველ რიგში თავარი მიზანი არის ის რომ 5000 გამომწერზე ავიდეთ და დავამბოლოთ ეს ციფრი და შემდეგი მიზანი წლის ბოლომდე რავი 20000 გამომწერს ვფიქრობ რა. 20000 გამომწერზე რო ხო წლის ბოლოს შეიძლება უკვე ზამთარი იქნება. გაყიდულ წყალში ჩახდები თავით. არ ჩაი 2026 წლის ბოლომდე, სანამ 2026 წელი დასრულდება და 2027 წელი დაიწყება, 2026 წლის ბოლომდე ეს არხი თუ ავა 20000 გამომწერზე ღამით ჩავალ გაყინოთ. მოკლედ, გადავიდეთ ხა ჩვენს ბოლო არომატზე, თუ რავი რას ქვია ამას, უაშლის და ფეიხოას არომატი. აი სუნია, თმა. ფეიხოას კაი სუნია, მაგრამ გემო რავი, მედი და დაგუჟდები. მაგრამ გემოს ეგეთი. აა, თავის უაშლის სუნი ხომ ეხლა. არა, კაია. კაი დავიწყე. აი, გადავაწყვეტოთ იქ. მე უსაფრთხო. აუ, რა კაი სუნია. იყო კარგში კაი. ფერი, იმინა, აუ, მომწონო ფერია, ჰიდიაში ფეიხოას მწვანეა და ვაშლიც მწვანეა. გემოს რა შეეხება რა? ფეიხოას გემო, სიმართლე გითხრა? აი კაცო. ვაშლის გემო არა, და სიმართლე გითხრა მჟავეც არა აგიდათ. და ერთ-ერთი ფეიხოასაც ველია მგონი რომელიც მომეწონა. საშინდება. იმენა ძალიან ცუდია. ეს არის ბორჯომის ენერგეტიკული საუკეთესო გემო. არა, იმათ ყველა ჯობია, ხო, ბაზარი არა, მაგრამ დანარჩენი ყველა სასმელიდან ყველა ჯობია ბორჯომის ეს ენერგეტიკული სასმელი. ვაშლის და ეს ფეიხოას. არომატი რა, ვაშლის და ფეიხოას გემო. ყველაზე ნაკლებად მჟავე არის. ყველაზე სასიამოვნო დასალევი არის. დაბალანსებული გემო. ხო, დაბალანსებული გემოც აქვს. ვაშლის გემოს იგზნობა, ფეიხოას გემოს იგზნობა, არც მჟავე არ არის და სასიამოვნო დასალევია რა. ერთ-ერთი სასმელია მგონი, რომელიც მომეწონა ფეიხოას არომატით. მიუხედავად იმისა, რომ გაზი არც ერთ არ ქონდა საერთოდ. ამას მე დავუწე 9 ქულას. დანარჩენთან შედარებით 9 ქულას დავუწერ ამას. ეს არის აი, რავი. მართლა ყველაზე კაი არომატი რა. მე უწერ ამას 8 ქულას. მაგრამ ამ 4 და 50 მართლა ამას მეჩვენე მოსტები.
მონსტერი ამას ბეროჯობია, მაგრამ მონსტერი ამაზე ოჯოჯობს. დღეისთვის სულ ეს იყო იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ, დაკომენტარეთ, არხი გამოიწერეთ, ასევე არ დაგაუწევთ თორიკეს არხის გამოწერა და ჩემი გეიმინგ არხის გამოწერა, ორივე არხის ლინკი იქნება აღწერაში, ასევე ჩვენი ინსტაგრამების აღწერაში იქნება და ასევე Discord სერვერი მაქვს, სადაც შეგიძლიათ შემოხვიდეთ სტრიმებს და რაღაცებს ერთად. მაქედან გავუშვით ხოლმე და თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან ერთად თამაში. ეს ვიდეო ავიყვანოთ 200 ლაიქზე. So, რა იდეაში? არხს იწერთ, ვიდეოს ალაიქებთ, 20,000 გამოწერთ ჩავდივარ გაყიდულ წყალში და Discord, Instagram და ყველა არხი აღწერაშია რა. წავიდეთ. და გასა და უკრეფოს გაწვა, მარა გასა საიდუმლო დასწრა და გაბრაზ